გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline. დიდი მადლობა რომ მიყურებთ. ირანის შესახებ ვისაუბრებ ამ ვიდეოშიც მექნება ბოლო მნიშვნელოვანი ამბების მიმოხილვა, ბოლო 48 საათს გულისხმობ, 2 დღის წინ მქონდა წინა ვიდეო და ახლა გავაკეთებ განახლებას, ვინც ხშირად მადევნებთ თვალს იცით რომ ინტენსიურად ვაკეთებ ამ მიმოხილვებს ირანის თემაზე, ვინც ახლა შემოუერთდით არხს, პირველად აღმოაჩინეთ ჩემი ვიდეო, თუ მოგეწონებათ დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და თუ მეტი დეტალი და გაინტერესებთ წინა ვიდეოებსაც გადახედეთ, შეგიძლიათ. დღეს არის უკვე 20 მარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად 3 კვირა გავიდა ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი ოპერაციის დაწყების შემდეგ. Ამ 3 კვირის განმავლობაში უწყვეტად იბომბება ირანი, ნადგურდება როგორც სამხედრო ობიექტები, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ნადირობა სამხედრო თუ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებზე და ჯამში ორივე ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკით 15,000-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს მათი იერიში. მექნება საუბარი უფრო კონკრეტულად სტატისტიკებზე, გაჩვენებთ შედეგებს, გაჩვენებთ საინტერესო ვიდეო მასალებსაც, რომელიც ასახავს სწორედ სამხედრო ობიექტების განადგურებას და არა მხოლოდ სამხედრო ობიექტების გარკვეულ ლიკვიდაციის ოპერაციებზეც მექნება ამ ვიდეოშიც საუბარი. თუმცა არის კიდევ სხვა მნიშვნელოვანი თემები, რაც უკავშირდება თავად ირანის პასუხს. ირანი განაგრძობს რეგიონის ქვეყნების დაბომბვას და თავის მხრივ ყურის ქვეყნებმა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბოლო გაფრთხილება მისცეს მათ ირანის რეჟიმს. გაფრთხილებაზე მეტიც შეგვიძლია ვთქვათ, პრინციპში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ მუქარა გააჟღერა და თქვა, რომ არასწორ გათვლებს აკეთებენ ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები თუ პოლიტიკური მაღალჩინოსნები, პრინციპში ახლა უფრო სამხედრო მაღალჩინოსნები მართავენ ქვეყანას. თუ გონიათ, რომ საპასუხო რეაქციები არ იქნება, ძვირი ფასი დაჯდება ეს ყველაფერიო, ასე თქვა, საგარეო საქმეთა მინისტრმა საუდის არაბეთის. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ყურის ქვეყნების და არა მხოლოდ ყურის ქვეყნების, პრინციპში ყველასი საგარეო საქმეთა მინისტრების, ვინც დაზიანდა უკვე ან დაემუქრა საფრთხე ირანის მხრიდან ამ 3 კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო მინისტრებიც იღებდნენ ამ შეხვედრაში მონაწილეობას და მათ შეიმუშავეს ერთობლივი ტექსტი. ამ თემაზე მექნება დაწვრილებით საუბარი და მოგასმენინებთ კონკრეტულ განცხადებებსაც, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რა პროცესები განვითარდება ჰორმუზის სრუტესთან მიმართებით. ამ ხრივაც არის გარკვეული ცვლილებები, მას შემდეგ რაც ტრამპმა შემოუძახა, ასე ვთქვათ, რაც უკმაყოფილება ღიად გამოხატა და კრიტიკა გამოთქვა პარტნიორების მიმართ, რომ დიდი ენთუზიაზმით თქვენ არ პასუხობთ ჩემს მოწოდებას, რომ ერთობლივად ჩაერთოთ უბრალოდ ჩვენთან ერთად ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების დაცვაში, იმიტომ რომ ეს თქვენს ინტერესშიც შედისო. ზოგიერთები გამოფხიზლდნენ, ამას მოყვა პირველ რიგში გუშინ უკვე, 19 მარტს იყო ოფიციალური ვიზიტი შტატებში იაპონიის პრემიერ-მინისტრის და იქაც საინტერესო განცხადებები გაკეთდა, ამაზეც მექნება საუბარი. იაპონიის გარდა ნახეთ ბოლოს მარკ რუტეს, ნატოსგან მდივნის განცხადებაც, რომელმაც პირობა დადო, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაითქმება კონსულტაციების შემდეგ, თუმცა არ ვიცით რა ნაბიჯები შეიძლება იყოს ეს და იზრდება ჩამონათვალი, ვინც მზაობას გამოთქვამს, რომ ჰორმუზის სრუტეში შეუერთდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მოკლედ ამ ყველაფერზე მექნება საუბარი ამ ვიდეოში და ასევე ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება ცნობები, რომელიც თანდათან უფრო მეტი განხილვის საგანია, დაიწყებს თუ არა სამხედრო სახმელეთო ოპერაციას ამერიკის შეერთებული შტატები. ამაზე ბოლო 1 კვირა განსაკუთრებით გააქტიურდა საუბრები და ბოლო 24 საათის განმავლობაში დამატებით გავრცელდა ცნობები, რომ საზღვაო ქვეითების დანაყოფების დამატებით მობილიზებას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატები. თუ მანამდე საუბარი იყო 2500-მდე საზღვაო ქვეითზე, ამ შემთხვევაში პლუს დამატებით კიდევ დაახლოებით 4000 სამხედროს მობილიზებაზე არის საუბარი. თუმცა ეს არ არის ჯერჯერობით ოფიციალური დადასტურება, ოფიციალური ინფორმაცია ტრამპს, როდესაც თეთრ სახლში, სწორედ იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს კითხეს აპირებს თუ არა ის სამხედრო ოპერაციის დაწყებას. იუარა, თქვა რომ არ ვაპირებო, თუმცა რომც ვაპირებდი, ამას თქვენ არ გეტყვითო. შესაბამისად
100%-ით არ გამორიცხავს შტატების პრეზიდენტი არც საჯარო განცხადებებში. ასე რომ არაფერი ამ ხრივაც არ არის გამორიცხული, ვნახოთ რა მოხდება. მოკლედ, სასაუბრო ბევრია, დავიწყოთ კონკრეტული ამბების მოყოლა. პირველი ამბავი, რომელიც უნდა მოგიყვეთ, ეხება ერთ კონკრეტულ ადამიანს და ერთი კონკრეტული ადამიანის ტრაგედიას, რომელიც ძალიან ბევრ ამას ამბობს რეჟიმზე, მათთვის მით უმეტეს ვისთვისაც ჯერ კიდევ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს, ან არსებობდა ირანის რეჟიმის სისასტიკესთან დაკავშირებით და იმ ტანჯვასთან დაკავშირებით, რასაც ეს ხალხი გადის 10 წლეულების განმავლობაში. ეს არის ახალგაზრდა მოჭიდავე სალეჰ მოჰამადი 19 წლის ირანის ეროვნული ნაკრების წევრი, წარმატებული სპორტსმენი, რომელიც მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო ტურნირებში და შესაძლოა დიდი სპორტული კარიერაც ჰქონდა წინ და ეს ახალგაზრდა კაცი მხოლოდ იმიტომ, რომ იანვრის თვეში პროტესტში მონაწილეობდა, ჩამოახრჩეს ქალაქ ქომში. ვიმეორებ, ჩამოახრჩეს საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს ქალაქ ქომში კიდევ ორ სხვა ახალგაზრდა პროტესტის მონაწილესთან ერთად. ფიქრობდი დამატებით რამე მეთქვა თუ არა ამ ამბავზე, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ სამწუხაროდ არის ესეთი პარადოქსი ნამდვილად, რომ ხანდახან აი ესეთი ერთი ადამიანის ტრაგედია უფრო დიდი რეზონანსის გამომწვევია ხოლმე. ვიდრე ის რომ მაგალითად ვამბობთ რომ იცით რა ირანის რეჟიმმა პროტესტის დროს, როდესაც იყო პიკი და ჩაახშეს დაახლოებით სხვადასხვა ცნობებით მინიმუმ 30,000 და შესაძლოა 40,000-ზე მეტი ადამიანიც მოკლა, პირდაპირ გაგებით მოკლა ქუჩებში. აი ამაზე მეტად ხანდახან აი ესეთი კონკრეტული ამბები უფრო რეზონანსული არის და ადამიანებს გვიჭირს შესაძლოა იმის აღქმა, რომ სწორედ ასეთი პერსონალური ტრაგედია არის ყველა მათგანი, რომელიც მანამდე მოხდა და ასე უბრალოდ მასობრივად გაჟლიტეს ეს ხალხი, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ეს ამბავი ნამდვილად თავშივე მოსაყოლი არის და არ ვიცი დამატებით რა ვთქვა. ეს ყველაფერი გააკეთეს ღმერთის სახელით. მას განაჩენი გამოუტანეს საფრთხო დანაშაულისთვის, ასე ვთქვათ, და ღვთისნების წინააღმდეგ წასვლისთვის. ასე არის პირდაპირ ჩანაწერი გაკეთებული და შეგიძლიათ ამაზე მოიძიოთ დეტალური ინფორმაცია. მოკლედ ეს ახალგაზრდა სპორტსმენი აღარ არის უკვე ცოცხალი და აი აქ არის კიდევ ერთი მისი ბოლო კადრი პრინციპში, სწორედ იმ სასამართლოს ხდომიდან, სადაც სასიკვდილო განაჩენი გამოაცხადეს. და ხედავთ აქ კიდევ ორ ახალგაზრდა ირანელს მასთან ერთად, რომელიც ასევე სიკვდილით დასაჯეს. აი ესეთი რიხით, ნახეთ? აი ესეთი რიხიანი გამოცხადება ჰქონდათ ახალგაზრდა ხალხის სასიკვდილოდ გამეტების დროს. در ساعات ابتدایی شب مورخ 18 سوار یگان ویژه جهت متفرق نمودن اغتشاشگران و کنترل اجتماعات وارد عمل شده و در ხო, სხვათა შორის, როდესაც ამ ბიჭებზე ვკითხულობდი ინფორმაციას, იქ ნათქვამი იყო, რომ მათ აღიარება მიაცემინეს, აღიარებით ჩვენება, რაც ცხადია, რომ წამების ფონზე მოხდა. და თითქოს მათ აღიარეს პოლიციელების მკვლელობა. სპორტსმენების ამბავზე საუბარს კიდევ გავაგრძელებ და ერთ მნიშვნელოვან ამბავს მოგიყვებით ასევე, რომელიც უკავშირდება ირანის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებს, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა. ერთ შეხედვით ამ კადრებს თუ შევავლებთ თვალს, გეგონებათ, რომ ოვაციებით დახვდნენ და მიესალმნენ მათ, მაგრამ ეს ასე არ არის, აქ არის პროტესტისთვის მისული ხალხი ირანის ესლამური რესპუბლიკის დროშებით. და აი ეს გოგონები, რომლებიც ავტობუსიდან ჩამოდიან, რეალურად ძალიან დიდ წნეხს განიცდიან ამ მომენტში. და რატომ? ვინც არით ამბავი მოგიყვებით, ძალიან მოკლედ ვეცდები, რომ მოგიყვეთ პრეისტორია. ეს გუნდი დაახლოებით 1 კვირის წინ იყო წასული ავსტრალიაში, სადაც ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას. მოედანზე გამოსვლის შემდეგ, როდესაც ეროვნული ჰიმნები სრულდებოდა, მათმა ნაწილმა პროტესტი გამოხატა იმ ფორმით, რომ არ შეუერთდა ამ ჰიმნის შესრულების მომენტში, არ იმღერა, ასე ვთქვათ, ჰიმნი და ამას მოყვა ძალიან დიდი ამბავი.
უკვე ჯერ კიდევ მოედანზე გასაგები იყო უსაფრთხოების სამსახურის ქცევიდან, რომელიც მიჩენილი ყავდათ ამ გოგონებს, რომ მათ კარგი დღე არ დაადგებოდათ, მიხვდნენ ისინი ამას და დაიწყეს ხალხს თხოვეს დახმარება, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ, ანიშნებდნენ იგივე ავტობუსიდან, როდესაც ხდებოდა მათი სტადიონის ტერიტორიიდან გაყვანა, ხალხმა ამაზე გამოიჩინა რეაქცია და დიდი ამბავი ატყდა საბოლოოდ, რომელიც მივიდა დონალდ ტრამპის ყურამდე. ტრამპმა რამდენიმე პოსტი მიუძღვნა ამ ამბავს, მოუწოდა ავსტრალიის ხელისუფლებას, რომ არავითარ შემთხვევაში ესენი არ დაებრუნებინათ ირანში, მიეცათ მათთვის თავშესაფარი. საბოლოოდ ამ მოწოდებებმა გაჭრა და ავსტრალიაში გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ თავშესაფარს მიცემდნენ ამ გოგონებს. ხო, ამ შუალედში იყო ასეთი ამბავი, რომ 5 მათგანმა მოახერხა სასტუმროდან გაქცევა. გაეპარა აი ამ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და მათი ამბავი საბოლოოდ არ ვიცით რა ბედი ეწიათ, მაგრამ იქ კიდევ დარჩა რამდენიმე სპორტსმენი, რომელიც ჩაერთო ამ პროტესტში და არ შეასრულა ჰიმნი და მთელი წნეხი მიდიოდა მერე უკვე ამათზე და რამდენიმე მათგანი ამბობდა, რომ არ სურდა სამშობლოში დაბრუნება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიამ მისცა მათ თავშესაფარი, საბოლოოდ გამოვიდა ასეთი ცნობები, რომ ამ სპორტსმენებმა უკან სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს საბოლოოდ და აზრი შეიცვალეს. აი მთელი ამბავი აქ არის, რომ ბრჭყალებში აზრის შეცვლა როგორ მოხდა, ხომ არ აიძულეს ისინი და ხომ არ შეაშინეს მაგალითად ოჯახის წევრებით და საბოლოოდ საკუთარი თავი გაწირეს ამ ახალგაზრდა სპორტსმენებმა იმისთვის, რომ მათ რომელიმე ახლობელს საფრთხე არ შექმნოდა. ფაქტია, რომ ისინი ახლა დაბრუნდნენ სამშობლოში, ამ კადრებს ხედავთ ახლა სწორედ და კაცმა არ იცის რა ბედი ელოდებათ მათ. თუ ვიმსჯელებთ იმ შემთხვევით, რაც ამის წინ მოგიყევით, პროტესტში მონაწილეობის გამო 19 წლის მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს, კაცმა არ იცის, ორი ვარიანტია აქვს რა. ან იტყვიან, რომ აი რა კარგები არიან, გმირები არიან, რომ ვიღაცები იქ დარჩნენ, გაიქცნენ და მოღალატეები ისინი იყვნენ და ესენი კარგები არიან, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ. ეს არის საუკეთესო სცენარი, რაც შეიძლება ამ ამბავს მოყვეს, რომ თავად ირანის რეჟიმმა რაღაც პროპაგანდისტვის გამოიყენოს ეს ამბავი. თუმცა უფრო მეტად სავარაუდო არის, რომ ცუდი სცენარით განვითარდეს მოვლენები და არ ვიცით, წარმოდგენაც არ მინდა, არაფერი არ არის გამორიცხული, რა ბრალის უნდათ იმ ბრალს აუყენებენ, შესაძლოა გამოაცხადონ სამშობლოს მოღალატეებად და ავიცი, ესენიც ღმერთის სახელით გაასამართლონ და სულად სიკვდილით დასაჯონ. ამ რეჟიმისგან არაფერი არ არის გამორიცხული აბსოლუტურად. ხო, ესაც მოკლედ ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, რა ბედი ელის აი ამ ახალგაზრდებს. კი ბატონო, გადავიდეთ, ხო, აქ არის უკვე რეზა ფეხლების გამოხმაურება, შაჰის მემკვიდრე, რომელიც მთავარი ოპოზიციური ფიგურაა და ამ პოსტით ის სწორედ ამ სპორტსმენის მოჭიდავის ამბავს გამოეხმაურა და არა მხოლოდ მის, თუ რეზა ფეხლების ინფორმაციას დავეყრდნობით გუშინ სალეჰ მოჰამედის გარდა კიდევ 4 პროტესტის მონაწილე ახალგაზრდა დასაჯეს ირანში სიკვდილით. რეზა ფეხლები ხშირად აკეთებს მოწოდებებს, რომელიც ეხება წინააღმდეგობას, რომელიც ჯერ არ ნიშნავს მოწოდებას, რომ მასობრივად ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, თუმცა გარკვეულ ჯგუფებს მან უკვე მოუწოდა წერტილოვანი დარტყმები მიაყენონ ირანის რეჟიმს ისე როგორც მათ შეუძლიათ. ამაზე მე ერთ-ერთ წინა ვიდეოში ვსაუბრობდი, საუბარია ჯგუფზე, რომელსაც უწოდებენ ირანის უკვდავ გვარდიას და ერთ-ერთი მოწოდება ასევე იყო იმის შესახებ, რომ ხალხმა მასობრივად პატივი მიეკოს სწორედ პროტესტის განმავლობაში დაღუპულებს და ამ მოწოდებას მოყვა რეაქციაც. ახლა მინდა გაჩვენოთ კადრები, რომელიც ირანში არის გადაღებული. სწორედ დაღუპულთა საფლავებთან მივიდა ხალხი და აი აქ უკვე იყო პოლიტიკური შეძახილებიც რეჟიმის წინააღმდეგ და შაჰის მემკვიდრის მხარდასაჭერად. კიდევ ერთი ვიდეო მაქვს ასეთი. აქ მოკლედ, როგორც თქვი, ჯერ მასობრივად ქუჩაში გამოსვლის მოწოდება არ არის, თუმცა თანდათან
მეთოდურად ხდება აი ამ მუხტის აწევა იმისთვის, რომ საბოლოოდ შედგეს კიდევ ერთი ტალღა მასობრივი პროტესტის, სწორედ იმ მომენტში, როდესაც საუკეთესო ბალანსი დაჯდება, ასე ვთქვათ, იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად იქნება შესუსტებული რეჟიმის შესაძლებლობები, ეს ცხადია უნდა დაემთხვეს სამხედრო ოპერაციის ბოლო ფაზას. ეს არ არის მხოლოდ ვარაუდები, ამაზე არ საუბრობს მხოლოდ ოპოზიცია და არ საუბრობს მხოლოდ რეზა ფეჰლევი, ამაზე ღია მინიშნებებს აკეთებს მაგალითად ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის ბოლო განცხადებებსაც ამ ვიდეოში აუცილებლად მოგასმენინებთ, მას რამდენიმე საათის წინ ჰქონდა პრესკონფერენცია, შეხვედრა მათ შორის საერთაშორისო მედიასთან. და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს სხვადასხვა ფეიქ არხებმა თითქოს ნეთანიაჰუს ლიკვიდაცია მოხდა და ამაზე დიდი პროპაგანდისტული ამბავი ააგეს. მოკლედ, ამ ამბავს დაუბრუნდები, რაც შეეხება ისრაელის ჩართულობას უშუალოდ პროტესტის ორგანიზებაში და მათ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ამაზე წინაზეც მისაუბრია, ისინი პირდებიან, რომ ციდან იქნება მხარდაჭერა და დააკვირდებიან პროცესს, იფრენენ ჰაერში დრონები და იგივე რეიდებს მოუწყობენ IRGC-ს, როგორცაც უკვე უწყობენ პრინციპში. აქ რა გვაქვს კიდევ ერთი დიდი შეკრება, სწორედ დაღუპულთა პატივის მისაგებად და იგივე შინაარსის მოწოდებები, რომელიც ეხება რეჟიმის დამხობას და ეხება პროტესტის გაძლიერებას. შემდეგ რა გვაქვს? ხო, ეს ძალიან საინტერესო ამბავია, 2 დღის წინანდელი, გარდა მშვიდობიანი შეკრებებისა, ასე ვთქვათ, როგორც უკვე ვახსენე, გარკვეული ორგანიზებული ჯგუფების მიმართ გაკეთდა მოწოდება, რომ როგორც შეუძლიათ მათ წერტილოვანი ეფექტური დარტყმები მიაყენონ IRGC-ს. აქ ჩვენ ვნახავთ თეირანში გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს, რომ სწორედ ამ წინააღმდეგობის მოძრაობის ეგრეთ წოდებული ირანის უკვდავი გვარდიის წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს ბასიჯებს, რომლებსაც მოწყობილი ჰქონდათ გამშვები პუნქტი თეირანის ერთ-ერთ უბანში. ავტომატებიდან არის პირდაპირ ცეცხლი. ხო, დიდი ალბათობით ასეთი ფაქტები გახშირდება ალბათ მომდევნო დღეების განმავლობაში. ახლა ირანში იწყება ნოვრუზი, სპარსული ახალი წელი დგება, სწორედ 21 მარტს ხვალ და 17 მარტს მათ შორის იყო წინა დღესასწაული, ასე ვთქვათ, რომელსაც ქვია ცეცხლის ფესტივალი. და ასეთი ტრადიცია არსებობს, რომ ქუჩაში გამოდიან ცეცხლს ანთებენ. წინა ვიდეოშიც ვახსენებდი ამ ამბავს, დაახლოებით ჩვენ ჭია კოკონობა ქონდა ეგეთი ამბავია, რეზა ფეჰლევის ქონდა მოწოდება, რომ გამოდით და იზეიმეთ, შეიკრიბეთ. ასეც მოხდა თეირანში და სხვადასხვა ქალაქებში მეტნაკლებად მასშტაბური ასეთი გამოსვლები იყო და რეჟიმმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამას უპასუხა ცეცხლის გახსნით. ამ კადრებში სწორედ ამას ხედავთ, ხალხი იდგა მშვიდობიანად ერთ-ერთ რაღაც დასახლებულ პუნქტში კორპუსებს შორის და გაუხსნეს ცეცხლი. შემდეგ ხედავთ, რომ გარბიან მისამართოდ ყველა ცდილობს, რომ თავში საბარი მოძებნოს. ამ ხალხს არ აქვს არანაირი უფლება, რომ ხმა ამოიღოს, არათუ ხმა ამოიღოს, არამედ დღესასწაულებზეც კი გარეთ გამოსვლით, აი აქ უკვე ჩანს ბოლო მომენტში კადრები, სადაც ეს IRGC-ის რაც ან ბასიჯთა კორპუსის მანქანები შემოდის და ბოლოს ისმის ჯავიჩა, რაც ნიშნავს სიცოცხლე მეფეს, სიცოცხლე შახს. ხო, ძალიან საინტერესოა რა, ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება ქუჩაში პროცესი და რამდენად შეძლებს აი ამ განსხვავებულ მოცემულობაში, როდესაც ირანის რეჟიმი უკვე ძალიან დასუსტდება და დასრულდება, ბოლო ფაზაში იქნება, ასე ვთქვათ, სამხედრო ოპერაცია. რამდენად მოახერხებს ხალხი გაერთიანებას, გამოსვლას
და კონტროლის ხელში აღებას იმისთვის, რომ შემდეგ უკვე რაც დაანონსებულია ის მოხდეს, დაბრუნდეს ქვეყანაში რეზა ფეჰლევი, რომელიც პირობას დებს თავის მხრივ, რომ პირველივე ქალაქის გათავისუფლების შემდეგ ის ჩავა და შეუერთდება თანამებრძოლებს და გადაიბაროს ხელისუფლება, რომელიც უკვე დაკომპლექტებული ყავს, ამაზე ხშირად საუბრობს ის, რომელმაც 3 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს გარდამავალი პერიოდის პასუხისმგებლობის აღება და შემდეგ უკვე ჩატარდეს არჩევნები, რათა ხალხმა თავად განსაზღვროს თავისი მომავალი. წავიდეთ ახლა უკვე ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების ამბავზე და როგორც თავში ვახსენე, იაპონიის პრემიერ-მინისტრი საგანგებო ვიზიტით ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას ჰქონდა თეთრ სახლში შეხვედრა ტრამპთან, გაკეთდა ღია განცხადებები იმის შესახებ, რომ ნაბიჯებს გადადგამს იაპონია იმისთვის, რომ თავის პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუერთდეს აი ამ მოწოდების კვალდაკვალ და ნახოთ რა ზომებს მიიღებს იაპონია ამ მხრივ. ცხადია ამ შეხვედრის დროს მედიამ ბევრი კითხვა დასვა, როგორ განვითარდება პროცესი, რა ეტაპზეა სამხედრო ოპერაცია, რა ბედიელის ჰორმუზის სრუტეს და ასე და ასე შემდეგ. ტრამპმა ბევრ კითხვას უპასუხა და საბოლოოდ მან საშუალება მისცა იაპონელ ჟურნალისტებს, რომ დაესვათ კითხვა და აქ ძალიან საინტერესო ამბავი დაიწყო. იაპონიის ერთ-ერთი მედია საშუალების წარმომადგენელმა ასეთი კითხვა დასვა, რომ ჩვენ ისევე როგორც სხვათა შორის ევროპის ქვეყნებშიც გაჟღერდა ასეთი პოზიცია, რომ ამერიკამ და ისრაელმა დაიწყეს ოპერაცია, ისე რომ ჩვენ არ გვკითხეს. ჩვენ არაფერი არ შეგვითანხმეს და ახლა ისინი მოითხოვენ, რომ ესე მათ დაძახილზე უცებ ჩავერთოთ და გემები გავგზავნოთ იქ. რატომ არ გავაფრთხილეთ წინასწარ? იქნებ ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას. აი დაახლოებით ეს რიტორიკა წამოვიდა და იგივე პათოსით დასვა შეკითხვა იაპონელმა ჟურნალისტმაც, რაზეც ძალიან საინტერესო პასუხი გასცა ტრამპმა. ერთად მოვისმენთ ამას. One question, why didn't you tell US allies in Europe and Asia like Japan about the war before attacking Iran? So we are very confused about we Japanese citizens. Well, one thing, you don't want to signal too much. When we go in, we went in very hard and we didn't tell anybody about it. გავაჩერებ და მე ისევ გავაგზავნებ. ანუ ტრამპი პასუხობს ასეთ რამეს, რომ პირველი რაც არის მნიშვნელოვანი, ჩვენ არ გვინდოდა ამის შესახებ ღიად გასულიყო ინფორმაცია და ვცდილობდით, რომ მოულოდნელობის ეფექტი გამოგვეყენებინა. ანუ როდესაც დავარტყით მათ და ჩვენ დავარტყით ძალიან ძლიერად და ეს ასე ვერ მოხდებოდა თუ ამის შესახებ სიგნალებს წინასწარ გავაჟღერებდით. Surprise. Who knows better about surprise than Japan? Okay? Why didn't you tell me about Pearl Harbor? Okay? Right? He's asking me. Now you believe in surprise, I think much more so than us. And we აი ეს კი უკვე იყო ძალიან ესეთი სხარტი ნათქვამი ტრამპის მხრიდან, ვინც ვერ გაიგეთ, გითარგმნით. ანუ ჩვენ გვინდოდა რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო დიდი სიურპრიზი და ვინ იცის იაპონიაზე კარგად რას ნიშნავს ასეთი სიურპრიზები, ასეთი კითხვა დასვა ტრამპმა და შემდეგ მიმართა, რომ თქვენ რატომ არ გამაფრთხილეთ, მე მაგალითად როდესაც პერლ ჰარბორზე აპირებდით თავდასხმას, ძალიან კარგად მოუჭრა, ეს სხარტად უპასუხა და ეს ეპიზოდი მინდოდა რომ თქვენთვის მეჩვენებინა კიდევ ერთხელ. Surprise. Who knows better about surprise than Japan? კარგი იყო ტრამპი. Okay? Right? ხო, ეს არის არგუმენტი პრინციპში ვერ შეედავები ამ კაცს. მეორე საკითხია ახლა იქ გახმაურების გარეშე პარტნიორებთან, სანდო პარტნიორებთან შეეძლოთ რა თქმა უნდა შესაძლოა სხვანაირად საქმის დაალაგება და შესაძლოა სულაც მართლები არიან ამ არგუმენტის მოყვანის დროს ევროპელები თუ ამ შემთხვევაში იაპონია, მაგრამ პოლიტიკური მანევრის თვალსაზრისით უდაოდ მაგრად გამოვიდა ეს ამბავი ტრამპს და ხო, მას არ ეშლება ის რომ
მისთვის საჭირო რიტორიკა მუდმივად იყოს წამყვანი და არ ეშლება დაბულინგება მათ შორის და ასეთ დაბულინგებას ხედავთ იგივე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ კირ სტარმერს ყველა შესაძლებლობის დროს ტრამპი ბოლომდე ანადგურებს და სულ აძახებს და ალბათ დიდი ხნის განმავლობაში წამოაძახებს იმას, რომ როცა მჭირდებოდა მაშინ არ დამეხმარე და დაგვიანებით ომის დამთავრების შემდეგ გამოგზავნილი ავიაგამანადგურებლები არ მჭირდება შენგან. თუმცა აქ მხოლოდ ავიაგამანადგურებლებზე არ არის ტრამპი გაბრაზებული. გარკვეული ისტორია ამბობს აქვს ჯერ კიდევ მოსამზადებელ პერიოდში, ვიდრე დაიწყებოდა ოპერაცია, როგორც ცნობილია ბრიტანულ ავიაბაზებს ძალიან აქტიურად იყენებს შეერთებული შტატები და იქ გარკვეული წინააღმდეგობები იყო ავიაბაზების დათმობასთან დაკავშირებით და ამას მოყვა პირდაპირ მერე უკვე დიდი წინააღმდეგობა და წნეხი უკვე ტრამპის მხრიდან საბოლოოდ დაუთმეს ფაქტია უკვე ეს როგორც ავიაბაზები ასევე კირ სტარმერი ახლა ამბობს რომ ის გაგზავნის გემებს თუმცა ჯერჯერობით აქაც ბევრი კითხვის ნიშანია როდის რამდენს და ასე შემდეგ ხო ნატოს გენდივნის განცხადება თავშივე ვახსენე 2 დღის წინ უпростоრად მარკ რუტემ კირ სტარმერზე ვიყავი და ამიტომ მექანიკურად გადმომყვა მარკ რუტემ გააკეთა განცხადება რომ მნიშვნელოვანი განხილვა მიმდინარეობს და ალიანსის წევრები შეთანხმდნენ რომ აუცილებელი არის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება იყოს დაცული ვნახოთ ეს განცხადება of the ballistic missiles of the nuclear capability is severely degraded. When it comes to the Strait of Hormuz, I've been in contact with many allies. We all agree, of course, that Strait has to open up again. And what I know is that allies are working together, discussing how to do that. What is the best way to do it? They are working on that collectively to find a way forward. ხო, ნუ არაფერი ახალი პრინციპშია ეს სტანდარტული განცხადება, რომ ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ, განვიხილავთ და აბა ვნახოთ ახლა მოვიფიქრებთ რას გავაკეთებთ. აქ საუბარია იმაზე, რომ დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველი დღე და ყოველი საათი, რაც ჰორმუზის სრუტე არის ჩაკეტილი და იქ ვერ გადაადგილდება სატვირთო გემები და ნავთობ რესურსები და ენერგო რესურსები, გაზი და ასე შემდეგ. არის ძალიან დიდი პრობლემა ძალიან ბევრი ქვეყნისთვის და ტრამპი იმას უსვამს ხაზს რომ ეს ყველაზე ნაკლები პრობლემა არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იქიდან გამომდინარე რომ იგივე იაპონია 80-ზე მეტ პროცენტს ნავთობს იღებს ჰორმუზის სრუტეში გამავალი ტვირთების მეშვეობით სწორედ. მოკლედ ბოლო ცნობები ასეთი არის რომ ღია მზაობას ამ ეტაპზე გამოხატავენ იაპონია რომ ჩაერთვებიან უსაფრთხოების პროცესში ჰორმუზის სრუტეში მიიღებენ მონაწილეობას ამის დადასტურება იყო კიდევ ერთხელ რომ თქვათ იაპონიის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიტანეთი როგორც იქნა დაადასტურა სტარმერმა უხონდა არ ვიცით როდის და როგორ საფრანგეთი ყველაზე მოწინავეა ამ მხრივ და ფრანგული ავიამზიდი შარლ დე გოლის სახელობის უკვე მიემართება რეგიონისკენ თანმხლებ გემებთან ერთად გერმანიამ გამოთქვა მზაობა იტალიამ და ჰოლანდიამ ამ ეტაპზე არის ასეთი ჩამონათვალი მოკლედ ახლა კი გადავიდეთ უკვე ირანის მხრიდან მიტანილი ერიშებზე სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართ. ეს არის კადრები, რომელიც გადაღებული არის ყატარის ტერიტორიაზე და ასახავს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დარტყმას, ყველაზე დამაზიანებელ დარტყმას მთელი ამ დროის განმავლობაში. აქ დაიბომბა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გაზის გადამამუშავებელი ქარხანა მსოფლიოში. რომელიც სწორედ ყატარში მდებარეობს და ნუ აი ამ ობიექტის მნიშვნელოვანი ნაწილი არის განადგურებული. სწორედ აი ამ ობიექტზე დარტყმის შემდეგ გარკვეულწილად ეს იყო განგაშის ზარის საბაბი ყურის ქვეყნებისთვის. ამ ამბავს მოყვა შემდეგ უკვე ის შეხვედრა, რომელზეც ახლა უნდა მოგიყვეთ და დავაანონსე თავში, ესაც არის უფრო შორიდან გადაღებული კადრებია, უშუალოდ მომენტი, როდესაც ამ გაზის გადამამუშავებელ ძალიან დიდ ობიექტზე მოხდა იერიშების მიტანა, ორი დიდი აფეთქება, ერთმანეთის მიყოლებით, როგორც ხედავთ და ხალხის რეაქცია, შოკი აი ამ პროცესის ფონზე.
ხო, და ისინიც საგარეო საქმეთა მინისტრები საუდის არაბეთის, პაკისტანის, თურქეთის, აზერბაიჯანის, არაბთა გაერთიანებული ემირატები, იორდანია, ყატარი, ეგვიპტე, ქუვეითი, ბაჰრეინი, ლიბანი, სირია. აი ამ ფორმატში შეიკრიბნენ და აი აქ გაჟღერდა სწორედ ის ერთობლივი განცხადების ტექსტიც და ასევე კონკრეტული განცხადებები იგივე საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება პირდაპირ მუქარის შემცველი ძალიან ახლოს არის უკვე მათი მხრიდანაც რეაგირება ისინი უკვე ძალიან დიდი ხანია ითმენენ ამ დარტყმებს და ცოტა ხანში მექნება მე ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ მომზადებული სტატისტიკა, სადაც კონკრეტულად გეტყვით, რომელ ქვეყანას რამდენი ბალისტიკური რაკეტით და დრონით დაემუქრნენ, ყოველ შემთხვევაში გაუშვეს მათი დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, გაანეიტრალეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, მაგრამ არის ვარდნებიც და ეს ყველაფერი ძალიან ძვირი უჯდებათ ამ ქვეყნებს. ეს არის ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, ჯერ ეს მოვისმინოთ. There are unfortunately continuous Iranian claims that the attacks are attacks on US assets or on US bases in Qatar and the region. We reject this claim, which cannot be accepted under any circumstance. The biggest proof of this, which happened yesterday, was an attack on a Qatari natural gas facility, which is a source of income for the Qatari people, but not just for the Qatari people. What they did yesterday also impacted the millions of people which Qatar is helping. მოკლედ და ძალიან კონკრეტული განცხადება, ანუ უპასუხა თავის მართლებას ირანის რეჟიმის მხრიდან, თითქოს ისინი რეგიონში ურტყამენ არა ამ ქვეყნებს და მათ ინტერესებს, არამედ ამერიკულ ბაზებს იქ. ამას ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთო, მინისტრი ამბობს, რადგან ამის საწინააღმდეგოს ადასტურებს სწორედ ის ამბავი, რომელიც გუშინ მოხდა და ეს თავდასხმა, რომელიც ვნახეთ უკვე, ყატარის ძალიან დიდ ენერგოობიექტზე, ბუნებრივი გაზის გადამამუშავებელ საწარმოზე, ეს არის პირდაპირი დარტყმა მათ ეკონომიკაზე და მინისტრი ამბობს, რომ ეს არის დარტყმა მოქალაქეებზე და ასევე მათ გარდა იმ ხალხზე, მილიონობით ადამიანზე, რომელსაც ყატარი ეხმარება, აი ასეთი განცხადება გააკეთა, ეს კი არის უკვე უფრო მკაცრი ტონი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან. The message is that if Iran believes that the Gulf states are incapable of resilience nor respond, their calculations would prove wrong. The political responses are available and non-political responses are equally available on the table. Iran needs to review its intentions if they are sincere in extending an arm of friendship and brotherhood. First of all, you need to uphold principles of Islam, which wouldn't allow a true Muslim to attack their neighbors, especially Muslim neighbors, and particularly civilians and the interests of Muslim nations. It seems that Iran didn't consider all these considerations, and all this comes at a price. ეს ბოლო გაღიმება This comes at a price. ამ სახეს დააკვირდით, როდესაც ეს თქვა. These considerations and all this ბევრ comes რამეს at a ამბობს. price. მოკლედ ეს კაცი ასეთ რამეს ამბობს, რომ თუ ირანს გონია, რომ წინააღმდეგობა არ მოყვება მათ დარტყმებს, ძალიან არასწორ გათვლებს აკეთებენო, მაგიდაზე არის როგორც პოლიტიკური საპასუხო რეაქციები, ასევე არის სამხედრო პასუხის ვარიანტებიცო. და ასევე ყურადღება გაამახვილა მან ისლამური
საძმოს და ისლამური სახელმწიფოების ერთობაზე, რაც ხშირად არის სწორედ განხილვის საგანი ამ რეგიონის კონტექსტში, ამ სამეზობლოს კონტექსტში და სწორედ აქედან ამოვიდა ამ შემთხვევაში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ ისლამი არ გულისხმობს იმას, რომ ერთმა მუსლიმმა მეორეს მეზობელს უნდა მიაყენოს დარტყმები, ეს აქ ამ ურთიერთობებში ვერ ჯდება და სწორედ ბოლოს იმას ამბობს, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას იღებს ირანის ხელისუფლება, ამ შემთხვევაში მათ უნდა გაითვალისწინონ ფასი, რომლის გადახდაც ამ ყველაფრისთვის მოუწევთო, აი ამას ამბობს აქ. Nations, neighbors, and particularly civilians and the interests of Muslim nations. როგორც მოქალაქეებს, ასევე ისლამური ქვეყნების ინტერესებს ურტყამენ ისინი. Seems that Iran didn't consider all these considerations and all this comes at a price. ისინი ვერ ითვალისწინებენ რა ფასის გადახდა შეიძლება მოუწიოთ ამ ყველაფრისთვის. აი ეს კი არის უკვე სტატისტიკა დაპირებული. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი და ქვეყნების მიხედვით არის მოცემული რა რაოდენობის ბალისტიკური რაკეტების და დრონების გაშვება მოხდა ირანის ტერიტორიიდან 28 თებერვლიდან 18 მარტის ჩათვლით. აქ ჩვენ გვაქვს ბაჰრეინის მიმართულებით გაშვებული რაკეტების და დრონების რაოდენობა, აი 28 მარტიდან შეგიძლიათ გადახედოთ. პირველი დღეები უფრო აქტიური იყო, 45 რაკეტა, 9 დრონი, 16 რაკეტა უკვე 1 მარტს, 42 დრონი 2 მარტს და ასე შემდეგ, შეგიძლიათ დააპაუზოთ, თავად გადახედოთ. ცხადია ისრაელის და შტატების ინტენსიური დარტყმების და მათი სამხედრო რესურსების განადგურების ფონზე კლების ტენდენცია არის, თუ დააკვირდებით, პრინციპში პირველივე კვირის შემდეგ მნიშვნელოვნად ეცემა ეს მონაცემები და დაბლა ჩადის 18 მარტისთვის 1 რაკეტა და 3 დრონი იყო გაშვებული, ამ შემთხვევაში მხოლოდ ბაჰრეინზე არის საუბარი, მაგრამ რიგ შემთხვევებში ეს მაინც ძალიან დიდი ზიანის გამომწვევი არის კონკრეტული ქვეყნებისთვის. აქ არის საუდის არაბეთში ამოღებული სამიზნეები და უბრალოდ გაშვებული რაკეტების და დრონების სტატისტიკა. ასევე 1 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით არის აქ მონაცემები და შეგიძლიათ ამასაც გადახედოთ. აქ ხო პრინციპში საინტერესოა, რომ ბოლო კვირაში უფრო განსაკუთრებით დრონების რაოდენობა არის გაზრდილი, აი აქ 12 მარტს და 15-ში, 16-ში, 16-ში ყველაზე მეტი, როგორც ჩანს, 75 დრონი არის გაშვებული საუდის არაბეთის მიმართულებით. აქ გვაქვს უკვე ემირატები, არაბთა გაერთიანებული საემიროები, 28 თებერვალი და 18 მარტი, როგორც ჩანს, 28-ში 127 რაკეტა გაუშვეს ემირატებისკენ, ეს გახსოვთ ალბათ ეს პირველივე დღე, სადაც დუბაის აეროპორტი იყო იგივე სამიზნეში ამოღებული და ასე შემდეგ, იყო არაერთი დრონის, მათ შორის სასტუმროების კომპლექსებზე მოხვედრა, ცათამბჯენებზე და ასე შემდეგ. ეს 322 დრონი არის 1 მარტს მაგალითად ყველაზე დიდი მაჩვენებელი. 8-9 მარტის შემდეგ უკვე აქაც კლება არის, მაგრამ როგორც ხედავთ, მაინც მნიშვნელოვანია დარტყმები, რომელიც ხორციელდება და ქუვეითი, რომელიც ვახსენეთ, ხედავთ სტატისტიკას, რომელიც აქ არის მოცემული, ჯამში 283 რაკეტა, 93 დრონია გაშვებული, დღეების მონაცემებს ხედავთ, 1 მარტისთვის ყველაზე მეტი დრონი არის დაფიქსირებული, დანარჩენ დღეებში უკვე არის კლება მნიშვნელოვანი. შემდეგ გავაგრძელოთ სხვა თემით, ეს არის უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ოფიციალური სტატისტიკა, ერთ-ერთი ბოლო განახლება მათი მხრიდან ინფორმაციის, სადაც საუბარია იმაზე, რომ 7800-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, 8000-ზე მეტი საბრძოლო ფრენა შეასრულეს მათმა ავიაგამანადგურებლებმა და ჩაძირეს, გაანადგურეს 100-ზე მეტი საზღვაო ხომალდი. აქ იგულისხმება წყალქვეშა ნავები, აქ იგულისხმება სამხედრო გემები და ასევე პატარა ზომის კატარღები, რომელსაც იყენებენ იგივე ნავთობტანკერებზე თავდასხმისთვის და საზღვაო ნაღმების განსათავსებლად და ასე შემდეგ. პატარა, მაგრამ დამაზიანებელი შეტევებისთვის ირანის რეჟიმის სამხედროები. მოკლედ ეპიკური რისხვა აი ამ შედეგებით გრძელდება, სხვათა შორის რამდენიმე საათის წინ ქონდა პიტ ჰექსეც
გამოსვლა, სადაც თქვა რომ ტემპი არ ვარდება, ჩვენი შესაძლებლობების მობილიზება მხოლოდ და მხოლოდ იზრდებაო. და პირიქით მოწინააღმდეგის კი მცირდება. აქვე რადგან სტატისტიკაზე და დარტყმებზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვა, რომ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც დაზიანდა ამერიკის შეერთებული შტატების ავიაგამანადგურებელი F-35-ზე, ყველაზე თანამედროვე საფრენ აპარატზე არის საუბარი. Stealth ავიაგამანადგურებელზე გავრცელდა ირანის მედია საშუალებების მხრიდან კადრებით, სადაც ჩანს მეზენიტების მხრიდან რაკეტის გასროლა და აფეთქება კუდთან ახლოს. და შემდეგ იყო ასევე ოფიციალური განცხადება შტატების მხრიდან, რომ არ ჩამოუგდიათ ეს F-35, ის ავარიული დაშვებით დაეშვა და პილოტი გადარჩა და თვითმფრინავიც გადარჩა, თუმცა დაზიანება მიიღო F-35-მა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უშუალოდ საფრთხე შეექმნა ავიაგამანადგურებელს უშუალოდ ირანის მხრიდან. არ ვგულისხმობ დაფიქსირებულ შემთხვევას პირველ დღეებში, როდესაც მეგობრული, ეგრეთ წოდებული მეგობრული ცეცხლის დროს არა ირანის ტერიტორიაზე, არამედ ყატარის ტერიტორიაზე, კი არ მეშლება, ყატარის ტერიტორიაზე მოხდა 3 F-16-ის ჩამოგდება. 3-ვე პილოტი გადარჩა იქაც, თუმცა ეს აქ არაფერ შუაში არ იყვნენ ირანელები, ეს კომუნიკაციის პრობლემამ გამოიწვია როგორც ჩანს, ასევე დაკარგა ერთი სატვირთო თვითმფრინავი საწვავის გამმართველი ტანკერი, ასე ვთქვათ. შევსების მომენტში ჰაერში მოხდა ავარია, 2 თვითმფრინავი შეეჯახა როგორც ჩანს, აქ ერთმანეთთან რაღაც გაუმართავობას ჰქონდა ადგილი, როდესაც ერთი ტანკერიდან მეორეში ხდებოდა საწვავის გადასხმა და ერთ-ერთი ჩამოვარდა, იქ იყო მსხვერპლიც და იღუპნენ ეკიპაჟის წევრები. აქ ამ სლაიდზე ვხედავთ შესაძლებლობებს, რომელიც არის მობილიზებული, ჰაერი, ცა და სახმელეთო ძალები და შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ აი ამ უზარმაზარ არსენალს სტრატეგიული ბომბდამშენებიდან დაწყებული საჰაერო თავდაცვის სისტემებით და ჰაიმარსის სისტემებით დამთავრებული, რომელიც განლაგებული არის რეგიონში ხმელეთზე და რომლითაც დარტყმებს აყენებენ ირანის სამხედრო შესაძლებლობებს და აქ კი არის ჩამონათვალი კატეგორიების თუ რა ტიპის სამიზნეებს ურტყამენ, აქ იგულისხმება როგორც სამეთაურო პუნქტები, ასევე შტაბები, IRGC-ის, ბასიჯების კორპუსის, საჰაერო ძალების, საზღვაო ძალების და ასე შემდეგ. ამ ჩამონათვალის დეტალურად გაცნობად შეგიძლიათ უბრალოდ დააპაუზეთ ვიდეო და ჩახედეთ ჩამონათვალს. გავაგრძელოთ. ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოჩნდა, მკვდრეთით აღსდგა, მოკლედ რაც ირანის რეჟიმის პროპაგანდამ ეს კაცი მოკლა და დიდი ტალღა აგორა ამაზე ცრუ საინფორმაციო კამპანიის თითქოს ნეთანიაჰუ ცოცხალი აღარ იყო. გამოჩნდა ის უშუალოდ ჟურნალისტებთან არათუ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომ ვინმე ეთქვა მერე რომ AI-ით გაკეთებული არისო, პირდაპირ გადაწყვიტეს რომ გამოსულიყო და ჟურნალისტებს შეხვედრო და კითხვებისთვის ეპასუხა. და აი ესე დაიწყო მან. First of all, I just want to say I'm alive and you're all witnesses. პირველ რიგში მინდა ვთქვა ის რომ ცოცხალი ვარ და ყველანი ხართ ამის მოწმეო, ასე მიმართა ბენიამინ ნეთანიაჰუ მაგ შეკრებილ მედიას. ხო, და ამის შემდეგ ჰქონდა ნახევარსაათიანი მოხსენება იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს ოპერაცია. აქ ერთ დეტალს გავუსვამდი ხას, რომ ნეთანიაჰუმ ასეთი რამ ახსენა, რომ ომი იმაზე ადრე დამთავრდება, ვიდრე ეს ხალხს გონიაო, თუმცა ეს წინააღმდეგობაში მოდის თავად ისრაელის გენშტაბის განცხადებასთან, სადაც ოფიციალურმა სპიკერმა გააკეთა ასეთი განაცხადი, რომ ჯერ დაგეგმილი სამიზნეების ნახევარიც არ გაგვინადგურებიაო. და ამ განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 3 კვირა მინიმუმ კიდე არის დარჩენილი სამხედრო მიზნების გასანადგურებლად ისრაელის კალკულაციით. ხო, თავის მხრივ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ომი მალე დასრულდება იმაზე ადრე, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. არ ვიცით, ნახოთ, ესაც არ არის გამორიცხული, რომ ეს განსხვავებული პოზიციებიც გარკვეულწილად ემსახურებოდეს იმას, რომ ყველაფერს ვერ იტყვი და რაღაცეები, როგორც ტრამპმა თქვა, ჯობია რომ სიურპრიზად დატოვონ. შესაძლოა პოლიტიკურ მიზნებს სხვანაირი ტიპის განცხადება ჭირდებოდეს, ისეც როგორცაც აკეთებს ნეთანიაჰუ, იგივე ჰორმუზის სრუტის გარშემო ნებათა ღელვის ჩასაცხრობად შედარებით.
და სამხედრო თვალსაზრისით, როდესაც სამხედრო მაღალჩინოს ან სურს რომ წნეხი გაზარდოს მოწინააღმდეგეზე, პირიქით მან თქვას რომ ჯერ ახლა ვიწყებ და ამას აკეთებენ. აი თუ დააკვირდებით, პიტ ჰექსეტი, იგივე ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელობა შტატების ხო და ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნებიც ამბობენ რომ ჩვენ მივყვებით ჩვენ გეგმას, ჯერ ახლა ვავითარებთ ჩვენ ტემპს და ჯერ არაფერი არ დასრულებულა. პირიქით აგერ ნეთანიაჰუ ამბობს რომ მალე დამთავრდება. ტრამპმაც ერთი კვირის წინ დაახლოებით გააკეთა განცხადება რომ უკვე ვასრულებთ და ძირითადი მიზნები მიღწეული გვაქვსო. მოკლედ აი ესეთი ორმაგი და ერთმანეთის გამომრიცხავი ტაქტიკა ახლავს ამ ყველაფერს თან. ფაქტი ერთია რომ არაფერი ჯერ არ გაჩერებულა და გრძელდება საჰაერო დარტყმები. ნეთანიაჰუმ ასევე ძალიან ბევრი ისაუბრა საფრთხეების შესახებ, რომელიც მხოლოდ ისრაელს და ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ემუქრებოდა იმ შემთხვევაში თუ ირანი რეალურად შეძლებდა ბირთვული იარაღის შექმნას, სარაკეტო არსენალის კიდევ უფრო განვითარებას და შევსებას და ამის მაგალითად ნეთანიაჰუ სწორედ იმას ასახელებს, რომ ხომ ხედავთ რა ხდება რეგიონში, ისინი არავის არ ინდობენ და თქვენ წარმოიდგინეთ მათ რომ ბირთვული იარაღი ქონოდათ რა მოხდებოდა. ჩვენ ამას ვამბობდით, ჩვენ ამაზე გაფრთხილებდით და ახლა თავად ირანის რეჟიმის მოქმედებები ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ გამოვთქვამდით შეშფოთებას, რაზეც თქვენ გაფრთხილებდით და არ გვიჯერებდით. აი ესეთი პოზიცია აქვს ისრაელის პრემიერ-მინისტრს. ეს იყო ძირითადი მისი გზავნილები დღეს ყოველ შემთხვევაში. აქვე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ბოლო ვიდეო მასალა, რომელიც სარაკეტო შესაძლებლობებზე დარტყმას ასახავს სწორედ. კი ბატონო, როგორც ხედავთ აქ მიწისქვეშა ობიექტია აშკარად სამიზნე ან შენიღბული გამშვები შესაძლოა იყოს. ხო, საინტერესოა ასევე რომ ისრაელმა კასპიის ზღვა ამოიღო მიზანში ამ შემთხვევაში, რაც არის ახალი მათი კამპანიის თვალსაზრისით და კასპიის ზღვაში განლაგებული ირანული სამხედრო ობიექტები, მათ შორის მათ გაანადგურეს ერთი ხომალდი, ასევე მიიტანეს იერიში პორტზე, რომელსაც ძირითადად ირანის რეჟიმი იყენებდა რუსეთთან სამხედრო ეკონომიკური კავშირებისთვის. აი აქ არის სამხედრო ხომალდის განადგურება ასახული და შემდეგი ეს უკვე არის სპორტის ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიში ირანის ჩრდილოეთით. ხო, ესეც ახალი ნაბიჯი იყო, ასე ვთქვათ, აქამდე კასპიის ზღვაში არ გვინახავს მათი მხრიდან მოქმედება. ძალიან საინტერესო ამბავს მივადექით. Russia Today-ის რუსული პროპაგანდისტული არხის ჟურნალისტი ლიბანში. ირანის გარდა მოგეხსენებათ, რომ ისრაელი პარალელურად ძალიან მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციას, სახმელეთო ოპერაციას ატარებს უკვე ლიბანის ტერიტორიაზე, გაიზარდა დაფარვის ზონა, თავდაპირველად მათ ჰქონდათ განაცხადი, რომ დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეში უნდა შესულიყვნენ და შეექმნათ ერთგვარი ბუფერული ზონა, თუმცა ახლა ეს დაფარვის ზონა გაიზარდა 20 კილომეტრის სიღრმემდე. ამაზე მათ შორის საუბრობდა მიხეილ ხეცოიძე ჩვენს მეორე პროექტში. ბოლო სიტყვის ეპიზოდი სწორედ გუშინ საღამოს დაიდო და შეგიძლიათ ასევე გადახვიდეთ და ნახოთ იქ, სადაც მიმოვიხილავთ ირანში და არა მხოლოდ ირანში მიმდინარე მოვლენებს. მე რატი მუჭირი, გიორგი ცხვითავა, თამარ ნუცუბიძე და მიშა ხეცოიძე ისრაელიდან გვერდებოდა. ხო, მიშამ ასეთი რამ თქვა, სწორედ რომ 20 კილომეტრამდე გაიზარდა ეს გეგმა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და კაცმა არ იცის მერე რა იქნება ლიბანის ტერიტორიაზე. ბუფერულ ზონას ქმნის ისრაელი და მეორეს მხრივ მათ გაცხადებული ამოცანა აქვთ, რომ ჰეზბოლას შესაძლებლობები გაანადგურონ. და ამ კადრში რა ხდება? Russia Today ჟურნალისტი აგერ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთ დაბომბილ ობიექტზე, აქ სარაკეტო ინფრასტრუქტურა იყო განლაგებული, როგორც ოფიციალურ განცხადებებში იყო ნათქვამი და უпростоრად სტრატეგიული მნიშვნელობის გზა გადიოდა ხიდს დაარტყეს ამ შემთხვევაში, რომელიც მომარაგების მხრივ იყო ჰეზბოლასთვის მნიშვნელოვანი.
და პირველი დარტყმის შემდეგ ამ ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ ადგილზე რეპორტაჟი მოემზადებინა, თუმცა მან ერთი რამე არ გაითვალისწინა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ისრაელის ოფიციალურმა უწყებებმა გაავრცელეს განცხადება, ისინი ხშირად აკეთებენ ასეთ პრევენციულ განცხადებებს, რომ ამ ზონაში თუ ხართ მოქალაქეები, მოერიდეთ, იმიტომ რომ აქ მოსალოდნელი არის და დაგეგმილი არის სამხედრო დარტყმები. ამ Russia Today ჟურნალისტმა, რომელიც ბრიტანელი არის რეალურად, ეს ყურად არ იღო და შემდეგ რაც მოხდა, ყველას გაგაოცებთ. ესეთი გამოთქმა რო არის, ეგეთი რამე მოხდა. The rocket attacks were reported against Nahariya and admitted 10 მეტრიც არ იყო მე მგონი, ხო? გადარჩა არ მომკვდარა. fucking hell. შეშფოთებას გამოთქვამს. Russia Today რატო ჩავიდოდა ახლა იქ, ჩასული იყო იმის საჩვენებლად და მოსაყოლად ალბათ, რომ საზიზღარი ისრაელის არმია როგორ უმოწყალოდ ბომბავს ლიბანს და როგორ ავიწროვებენ იქ მოქალაქეებს და როგორ უქმნიან საფრთხეს. ალბათ ეს უნდა მოეყოლა და ერთი სიტყვითაც არ ახსენებდა ალბათ იმას, რომ აქ ბალისტიკური რაკეტების გამშვებები იყო შორი ახლოს განლაგებული და ჰეზბოლა არის ირანის პროქსი ძალა ტერორისტული, რომელიც ყოველდღიურად ახორციელებს იერიშებს, ახლაც ახორციელებს იერიშებს და ყოველ საათში თითქმის მიზდით ისრაელის მოქალაქეებს შეტყობინება და გაფრთხილება სარაკეტო საფრთხის შესახებ, რომელიც მომდინარეობს ლიბანიდან, თუმცა ამ ოპერაციის ტემპებს თუ გავითვალისწინებთ, დიდი ხანია გამბავი არ გაგრძელდება. ისრაელს მკაფიოდ აქვს გამოხატული ეგ მიზანი, რომ ჰეზბოლას საბოლოოდ განეიტრალება უნდა მოხდეს და თუ ირანის რეჟიმიც დაემხობა მათი არსებობის რესურსი და საჭიროება შესაბამისად აღარ დარჩება ამ შემთხვევაში. თავად ლიბანის ოფიციალური პოზიციაც უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ. ლიბანის ხელისუფლებას გამოცხადებული ყავს ჰეზბოლა კანონგარეშედ და თავადაც მზაობას გამოთქვამენ, რომ განაიარაღონ ისინი, დააკავონ, გაასამართლონ და არ უშლიან, ბრჭყალებში არ უშლიან თუ ვერ უშლიან, კიდევ სხვა ამბავია, ისრაელს ხელს აიამ სამხედრო ოპერაციაში და თანამშრომლობენ მათთან. მოკლედ, არც პროქსი ძალები და არც ირანის რეჟიმი არსად არავის არ ჭირდება და ეს ძალიან სასახად ჩანს. არც ისლამურ ქვეყნებში, მუსლიმურ საძმოში, რეგიონში, სპარსეთის ყურეში არავის არ ჭირდება. მათმა აი ამ რაღაცა მცდელობებმა, რომ ჩაეთრიათ სხვებიც, აქცენტი გაეკეთებინათ თითქოს აი ეს იყო მუსლიმური სახელმწიფო და უნდა დახმარებოდნენ სხვა მუსლიმები და ჯიჰადი გამოეცხადებინა. ამან არ იმუშავა, იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა და არავის ინტერესში არ შედის ის, რომ გაძლიერდეს და უფრო მეტი საფრთხე შექმნას ირანის აი ამ რეჟიმმა, რომელიც მართავს ქვეყანას ყოველ შემთხვევაში, ყველას უნდა აქ რომ განსხვავებული სახელმწიფო შედგეს საბოლოოდ და მეტიც იგივე საუდის არაბეთის მხრიდან და ემირატების მხრიდან პირდაპირ მოწოდებები ისმის უკვე ტრამპის მიმართ, რომ დაარტყით უფრო ძლიერად ვიდრე ურტყამთ და ახლა კი ვისაუბრე იმაზე, რომ თავადაც განიხილავენ უკვე აქტიურად სამხედრო პასუხს, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ რჩებათ თუ არ გაჩერდება ეს თავდასხმები. ხო, აქ ეს მომღიმარი კაცი კი გახლავთ კიდევ ერთი ლიკვიდირებული IRGC-ის ყუდსის ძალების ერთ-ერთი ლიდერი ხამილ მუთი დუსთი, ასეთი სახელის და გვარის, რომელიც ისრაელის და შტატების ერთობლივი საჰაერო იერიშის შედეგად არის ლიკვიდირებული და შეუერთდა ბატონი მულტი დუსტიც დიდ ჩამონათვალს უკვე ლიკვიდირებული პირების, რომელთა სათავეში ალი ხამენეია, აიათოლა ალი ხამენეი. ისრაელი, როგორც თქვი, ლიბანის მხრიდან არის მუდმივად სარაკეტო იერიშების ქვეშ, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ რასაც, ძირითადად უმკლავდებიან, საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვთ, ისინი იყენებენ როგორც ახალ ტექნოლოგიას, რკინის სხივს, ლაზერულ იარაღს, ასე ვთქვათ.
ასევე ცხადია სხვადასხვა სისტემები არის ჩართული ბალისტიკის შემთხვევაში ცალკე იგივე რკინის გუმბათი რომელიც ბრძოს რაკეტებს, დრონებს და სხვა პატარა საჰაერო სამიზნეებს ანადგურებს უფრო მეტწილად. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ კადრებს, რომელიც ლიბანიდან წამოსულ რაკეტას ან რამე მსგავს არ უკავშირდება, ეს არის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც გაშვებული იყო ირანის ტერიტორიიდან. და აღმოჩნდა, რომ ის ჩამოვარდა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, ამხელა ორმო კვალი, რომელიც დარჩა. და ჯერჯერობით აქ ეს ახალი ინფორმაცია პრინციპში და არ არის ცნობები დაზიანებულების, დაზარალებულების ან დაშავებულების დაღუპულების შესახებ, იმედია არც იქნება. კიდევ დამატებით რაც უნდა ვთქვათ, ბოლო 48 საათის განმავლობაში კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც კასეტური ქობინის მქონე ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს ირანიდან და შემდეგ ვინც არიცით ეს ჰაერში სკდება ეს საბრძოლო მუხტი და იფანტება პატარ-პატარა ნაწილებად, რომელიც იშლება დაახლოებით 7-8 კილომეტრის რადიუსზე, თუ სწორად მახსოვს, მაქსიმუმ 10 კილომეტრის რადიუსზე, მას შემდეგ რაც ხდება მათი განცალკევება და არის ზიანის გამომწვევი განსაკუთრებით მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ ეს პატარ-პატარა აალებული კასეტური ფრაგმენტები ამ ქობინის ეცემა იწევს აალებას, იწევს ნგრევას და პირდაპირ საფრთხეს უქმნის თუ ვინმე ამ დროს ქუჩაში გადაადგილდება ცხადია, თუმცა ისრაელის მოსახლეობა დიდი ხანია უკვე მიჩვეულია ამ პროტოკოლებით ცხოვრებას და დიდი ალბათობით აი ამ ფონზე მით უმეტეს, როდესაც არაერთი მხრიდან მომდინარეობს საფრთხე, ისინი ითვალისწინებენ რეკომენდაციებს და მუდმივად გადადიან თავშესაფრებში, ამიტომ მინიმალური არის მსხვერპლი, თუმცა გარკვეული რაოდენობა უკვე ფიქსირდება მთელი ამ 3 კვირის განმავლობაში, დაახლოებით 10-მდე შემთხვევა მახსენდება, როდესაც დადასტურდა მსხვერპლი, მათ შორის ერთ-ერთი 2 დღის წინაც სწორედ ასეთი კასეტური იერიშის დროს არის დაღუპული სამწუხაროდ. რაც შეეხება შემდეგ ნიუსს, ეს უკვე უკავშირდება ირანის რეჟიმის განწირულ მცდელობებს, რომ როგორმე გამოაჩინონ ახალი სულიერი ლიდერი კარდონის მოჩთაბა, როგორც მას ირანელი აქტივისტები და ოპოზიციონერები უწოდებენ, კარდონის მოჩთაბა, რომელიც ჯერ რეალურად მხოლოდ წარდგენის ღონისძიების ერთ-ერთი ღონისძიების დროს ფოტოზე გამოსახული ვნახეთ. ამჯერად ირანულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გადაწყვიტა, რომ არქივის კადრების ეთერში გაშვებით შეეხსენებინათ მოჩთაბას არსებობა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის ზოგადად ცოცხალია თუ არა. სხვათა შორის დღესაც ტრამპმა კიდევ ერთხელ მიანიშნა ამაზე და ნეთანიაჰუმაც ცალკე ახსენა მოჩთაბა. ჩვენის არ გვინახავს, არც ის მისი ხმა გვსმენია, მხოლოდ ფოტოებს ვხედავთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში არქივის კადრები გამოფინეს. არ ვიცი, ეს ამბავი ცალკე ტრაგიკომედია არის, რაც მოჩთაბას უკავშირდება. სხვათა შორის ბოლო დღეების განმავლობაში დიდი თემა იყო ის, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ამერიკული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურმე მოჩთაბა ხომეინი გახლდათ თუ გახლავთ, არ ვიცით რომელია უფრო სწორი, ჰომოსექსუალი. და ამაზე ამბავი რატომ იყო? ახლა არავის არ უკვირს, ცხადია თუ ვინმე არატრადიციული ორიენტაციის არის, მაგრამ თუ საუბრობთ ირანზე, აქ ხალხი სიკვდილით არის დასჯილი ამ ნიშნით. და დიდი რეპრესიებია კანონის მიხედვით, ხო? ჩვეულებრივ ნორმად მიღებული და ამ დროს ყოველ შემთხვევაში ასეთი ხმები დადის მთელ მსოფლიოში, რომ თურმე მოჩთაბა ყოფილა ჰომოსექსუალი თავად. ხოლო ის რეჟიმი, რომელსაც ის სათავეში უდგას, ამგვარი სექსუალური ორიენტაციის ხალხს უბრალოდ კლავს, ან მაქსიმალურად ავიწროვებს ან ქვეყნიდან აგდებს თუ ასე შემდეგ. ასეთი ისტორიები მრავლად არის. და რადგან ირანის რეჟიმი, მათი რეპრესიული კანონები და მათი ძალადობრივი მართვა ვახსენე, ბოლოს მინდა რომ აი ამ კადრებით დავასრულო, რომელიც არის სულ ახალი, გასულ ღამეს თეირანში გადაღებული ვიდეო მასალა არის. და აქ ძალიან ბევრ ამას ვნახავთ. ერთი შეხედვით არაფერი ხო, ჩვენ ხო ეს ყველაფერი არ გვიკვირს. ადამიანები მხიარულობენ ქუჩაში.
ცეკვავენ. მაგრამ მაგალითად ის რომ ქუჩაში იცეკვო ირანის კანონებით აკრძალულია და ისჯება. აქ ხედავთ ასევე ქალბატონებს თავსაბურავის გარეშე, ესაც დასჯადია და მიუღებელია კანონებით და წესებით. მაგრამ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს და ბევრი რამ არის, რასაც ეს ვიდეო ამბობს. ქალაქებში, სადაც ბომბები ცვივა, სადაც მათ რეჟიმს, მათ ხელისუფლებას ბომბავენ, მათ უსაფრთხოების სამსახურებს ბომბავენ, ხალხი მხიარულობს და ხალხი მიესალმება ამ ყველაფერს. ეს მათთვის მხოლოდ და მხოლოდ გასახარია და ასეთი ბევრი ვიდეო ვრცელდება. და ასევე აშკარაა, რომ ისინი თანდათან გრძნობენ რეჟიმის აღსასრულს და მათ წესებს და კანონებსაც არ ემორჩილებიან. ეს არის და ეს. ამ ხალხს ნამდვილად უნდა დღესასწაულების აღნიშვნაც, თავისუფლად ცხოვრებაც და უკეთესი განვითარებაც, უკეთესი ეკონომიკაც, უკეთესი ქვეყანაც, რისი რესურსი და საშუალება მათ გააჩნიათ, რისი ინტელექტუალური რესურსი მათ შორის ამ ხალხს გააჩნია, ცოდნა, ყველაფერი განათლება. ძალიან პროგრესული ხალხია რეალურად და ძალიან კარგად იციან მათ თავისუფლების ფასი, ამიტომაც იბრძვიან, ამიტომაც წირავენ თავს და იმედია უბრალოდ ამის თქმა შეიძლება, რომ იმედია რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი მოყვება ამ მომავალში ამ პროცესს, ვიდრე ისინი მათ ამოცანას მიაღწევენ და მათ მიზანს მიაღწევენ, ვიდრე შეცვლიან თავის ქვეყანას 47 წლიანი აიათოლების მმართველობის შემდეგ. კარგი, ნახოთ ძალიან ბევრი რამე ჩვენ თვალწინ ხდება და ვითარდება. იმედი მაქვს, რომ თქვენთვის საინტერესო იყო დღევანდელი მიმოხილვა. თუ ასეა, არ დაგავიწყდეთ და დალაიქეთ. თუ ამდენი ხანი მიყურებდით და არ გამოგიწერიათ არხი და არ ხართ გამომწერები ჯერ ამ აუდიტორიის წევრები, გამიხარდება თუ ახლავე გამოიწერთ არხს, თუ მეტის გაკეთებაც გსურთ და გსურთ რომ მხარი დამიჭიროთ ფინანსურადაც, ჩაერთეთ დონაციაში. შესაბამისი მონაცემები მითითებული არის ამ ვიდეოს აღწერაში ქვევით. ნახავთ ყველაფერს, Patreon-ს, PayPal-ის links, ასევე ანგარიშის ნომერსაც. ძალიან დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც აქამდე ჩაერთო დონაციაში და თუნდაც 1 ლარი ჩემი პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის გაიღო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის და აელოდეთ შემდეგ ვიდეოს, ვეცდები რომ მალე დაგიბრუნდეთ. ნახვამდის.